მოგესალმებით დიანა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ უნდა განვიხილოთ ზოგადად დამოკიდებულება ქართული ოცნების სახელმწიფოსადმი, დამოკიდებულება საქართველოსადმი და ეს გარკვეულწილად ვლინდება ამ ცვლილებებში და აი ამ საბავშვო კარუსელებში შეიძლება ითქვათ. ჩვენ მოდი ვნახეთ დიანა ასეთი რაღაცა გავყვედა, უნდა ვთქვათ. ჩვენ ვნახეთ მამუკა მდინარაძის მოგზაურობა თანამდებობებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დაანონსებულია. ერთი წლის ფარგლებში ვნახეთ, რომ სუსის უფროსი იყო. შემდგომ გადააყენეს სუსის უფროსობიდან და რაღაცა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნეს ადამიანს სამი თვით. შემდგომ ეს გვეუბნება კობახიძე, რომ მდინარაძე ამ თანამდებობაზე აღარ იქნებაო და პარალელურად ეს შექმნილი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. მაგრამ მეგობრებო, მთავარი რა არის? დანიშნეს რეგიონული განვითარების მინისტრად სექტემბრამდე და გვეუბნებიან, რომ სექტემბერში ამას გავაუქმებთო და ახალ თანამდებობაზე დავნიშნავთო სახელმწიფო მინისტრათო, რომელიც თანამდებობას ჯერ შექმნილი არ არის. ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება? პარალელურად მინდა დიანა შეგახსენოთ, აი ერთი ადამიანის ირგვლივ რაც ხდებოდა, პარალელურად მინდა შეგახსენოთ, რომ 3 სექტემბერს ბატონი მდინარაძე მიანიჭეს ლეიტენანტის წოდება. 23 ოქტომბერს უფროსი ლეიტენანტის, 25 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის, 26 დეკემბერს ერთ დღეში წარმოგიდგენიათ მაიორის წოდება, 9 მარტს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება, 8 aprilს პოლკოვნიკის წოდება და 20 aprilს გახდა უსაფრთხოების გენერალი. აი ეს არის ამათი ელვისის სწრაფად გაიარა ეს წოდებრივი გზა. ეს არის ამათი საკადრო პოლიტიკაც, ეს არის დამოკიდებულება ხალხისადმი, ეს არის დამოკიდებულება საზოგადოებისადმი. ხალხო 7 თვეში გაიარა ამ ადამიანმა ელვისის სწრაფით მოიარა და ყველა ჩინები და ამ შემთხვევაში წოდებები მიიღო ლეიტენანტიდან გენერალ მაიორამდე. აქედან ყოველ 3 თვეში ახალ სამინისტროებს უქმნიან. ამ ადამიანებს ქვეყანა წარმოუდგენიათ, როგორც აი რა გითხრათ, ლეგოს კონსტრუქტორები, და ლეგოს რო აწყობენ და შლიან, ხო? ამას ესე უყურებენ სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს. პარალელურად რა ხდება დიანა? დღეს გამოქვეყნდა, უყურეთ, დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკა ახალი და ყოველთურად ლელო ამასთან დაკავშირებით აქცენტებს ვაკეთებ ბუნებრივია, ხო? ისევ დიახ, ფასებთან დაკავშირებით. წინა ივლისისთან შედარებით, წლევანდელ ივლისში თევზეული 18%-ით გაიზარდა, ხორცი 9%-ით გაიზარდა, პური 8%-ით გაიზარდა, ხილი 6.9%-ით, ზეთი 7.6%-ით, ბენზინის საწვავი 23%-ით, დიზელის საწვავი 36%-ით. ახლა შეიძლება ვინმე თქვას დიანა, რომ ეს საწვავის ფასები საერთაშორისო თემასთან არის მიბმულიო. ჩვენ ვიცით, რომ ოცნებამ გააორმაგა აქციზის გადასახადი. ახლა ვეუბნებით ხალხო, სოფლის მეურნეობას უჭირს. ფასები გარკვეულწილად დამოკიდებულია საწვავზე, ხო? მისი დისტრიბუცია და ასე შემდეგ. ფერმერებს უჭირს. შეამცირეთ მაინც ამ იმის რა ქვია აქციზის გადასახადი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. არა, ამას არ აკეთებენ, მეგობრო, ანუ ამის სრულების შესაძლებლობა ხელთ აქვთ. ამას არ აკეთებენ, სამაგიეროდ რას აკეთებენ? ვილაპარაკია, შეიძლება დღედანაც არა, რომ აქციზის გადასახადის შემცირება ავტომატურად შეიძლება სულ არ ნიშნავდეს, რომ ბიზნესმა იმის დაკლების, ეს ვთქვათ, გადაწყვეტილება მიიღოს, როგორ დაავალდებულოს. აქციზი არის აწლეულებია უცვლელი. არა, როგორ გეკადრება დაწლეულებია, დიანო, გააორმაგეს სამათმა აქციზის გადასახადი. თუ არ ვწდები 2017 წელს და შეგიძლიათ ნახოთ. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ამათმა გააორმაგეს აქციზის გადასახადი. და აქციზის გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებებია საჭირო. სხვადასხვა ქვეყნებში მიიღეს ის ცვლილებები, რომ შეამცირებს, დროებით შეამცირებს, რომ შოკი მოხსნან და უღელი მოუხსნან საკუთარ მოქალაქეებს. აი ამაზეა საუბარი. აქციზის გადასახადის შემცირება მაინც გამოიწვევს ფასების დაკლებას, გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქტთან ხელმისაწვდომობას, ადამიანებს მიწები არ დარჩება დაუხნავი და მოსავალი მოუყვანელი. ამაზე არის საუბარი და პარალელურად რავს ხედავთ? ამ ადამიანებს აქვთ 10,000-ები ხელფასი საკუთარ თავებზე. 10,000 და მეტი, 12, 14, 16,000 ლარი პარლამენტის წევრები არიან, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის მინისტრები თუ მოადგილეები. პარალელურად ხედავთ, რომ 20 ლარით გაიზარდა პენსიონერის პენსია. პარალელურად ხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. პარალელურად ხედავთ, რომ 22,737-მა ბავშვმა დიანა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს დატოვა. მშობლებმა გამოიყვანეს, ეს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებია. მშობლებმა გამოიყვანეს, სწავლა შეაწყვეტინეს
და მიზანი რა არის? მიზანი არის ქვეყნიდან წასვლა და წაყვანა ბავშვების. ეს ხო უბედურებაა ჩვენს ქვეყანაში. აგერ თქვენ ნახეთ ახლა ზარდიაშვილთან დაკავშირებით მეუნებით, ხო? აი ყობახიძის ერთ-ერთი განცხადება, რომ ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში 9.79 საშტატო ერთეული გაუგდა და წილურად 24.7 მილიონი ლარი გვეზოგებაო. მარტივი კითხვა. ეს თუ არ იყო ამ შემთხვევაში და თუ აქ სავარაუდოდ როგორც ვიცით რომ ზოგ ადგილას იმდენი ადამიანია დასაქმებული დაუშვათ სასაფლაოებზე იმდენი ყავ დასაქმებული გარდაცვლილი არა იმდენი ეს თუ ამ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური ნიშნით პარტიული ნიშნით დანიშნა ამასთან და მაშინ რასთან მქონდა საქმე მაშინ არის თუ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული დღეს გვეუბნება რომ მარტო ერთ სისტემაში ელექტროსისტემაშიო ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებშიო ამ შემთხვევაში 970 19 ადამიანი გავათავისუფლეთ. ეს არის რა პოლიტიკური კორუფცია, ხახო? პოლიტიკური კორუფცია. ნუ ის ყობახიძე ზოგადად ჩვევია, ეს თქვათ ხაზის გასმა, აქცენტის გაკეთება, რომ ის რაღაც ხდებოდა ადრე, ახლა მის დროს ეს არის შეცვლილი. კარგი კითხვა დიანა და კარგი შენიშვნა. ყობახიძეს ჩვევია, ხო? ამას შემთხვევაში ოცნებასაც ჩვევია. ყობახიძესაც ჩვევია, რომ მას რო კითხვა, ახლა ბოლო 2 წელიწადია გეტყვის თითქოს ქართული ოცნებაა მოსული ხელისუფლებაში. აი ყობახიძეს ჩვევიას პრინციპიდან რო გამოვიდეთ. კი ბატონო, ის მუდამ ხაზს უსვამს, რომ იყო კორუფცია, აღარა აი დღეს და დღევანდელ დღეზე მელაპარაკეთ. დღევანდელ დღეზე გეტყვი. ასე ამბობს. დავასრულებ დიანა, დავასრულებ. შეიძლება უყურეთ ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპროფილეში ციხეშია აღიარა დანაშაული. რამეში ვწდები? უსაფრთხოების უფროსი, სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ბრალდებულები არიან. უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაუღვიოთ, ბრალდებულები არიან და გამოდის აგე ბრალდების ხარე. და პროკურატურა და გვეუბნებიან კაცო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც უსაფრთხოება ებარათ, ქთამსო უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან იღებდნენ და საკუთარ კაბინეტში მოლაპარაკებებსაც წარმოებდნენ. თავდაცვაზე ხო წარმოგიდგენიათ ქვეყნის უსაფრთხოებებზე ვსაუბრობთ, ხო? თავდაცვის მინისტრზე გვეუბნებიან, რომ გვითხრეს უკვე დამნაშავეც არისო და კი ბატონო, კილინგზის ხელმძღვანელზე გვეუბნებიან, რომ აი ამაზეა. ადნობდა ფოლადს და რაღაც. ამაზე რო გვითხრან, აი ამაზე რო გვითხრან, ხო? ამაზე გვეტყვი რომ ეს ჩვენ მისი პასუხისგებლობა სად არის? ამაზე იტყვის, რომ აი ნახეთ მე რომ ვარ პრემიერი, როგორი ეფექტს ხვდება. ევროპარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურები სხვა არის, მაგრამ ევროპარლამენტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო კონტროლი ვის კისერზე იყო? ვისი პასუხისგებლობა იყო? ვინ დანიშნა პრემიერ-მინისტრად, ვინ წარადგინა და ვინ აირჩია პრემიერ-მინისტრად, მინისტრებად, ვინ აუნთო მწვანეშუგი? ამათ პასუხისგებლობა არ არის, აბა ვისია, ნუ ახლა ჩალით ხო არა ეს ქვეყანა დახურული, მაგრამ აგერ ხომ მოგიტყვანეთ ხალხო 7 თვეში აგერ და მდინარაძის წოდებრივი წინსვლები ვინ მიანიჭა? ყობახიძე მიანიჭა თუ არა? ამაზე რას გვეტყვის? მდინარაძეზე დაუშვათ 7 თვეში რა ქვია ლეიტენანტიდან ყველა წოდება რო გაატარა და ზოგჯერ დღეში 2 წოდებას რო აძლევდა გენერალ მაიორამდე რო აიყვანა. სამინისტროები რო იქმნება 3 თვით და უქმდება 3 თვით. ეს რომელ სამართლებრივ, ეროვნულ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივ მიდგომაში ჯდება. ეს ხო არაფერში არ ჯდება, დიანა. ეს არის პირდაპირ დამოკიდებულება. ხო, რა ქვია, ამ ქვეყანაში თუნდაც ჩვეულებრივად გამოირთვება ეს დენი წარმოუდგენელი რამ ნახეთ, ხო, ორჯერ ამ დენის გამორთვა ავარია, ნუ მთელი ქვეყანა იქნა დაბნელებული, დაიწყეს გამოძიება, ხო? ახლა მიდის ზარდიაშვილთან დაკავშირებით საუბარი. აქ ზარდიაშვილზე, მდინარაძეებზე და რამეებზე ხო მარტო ერთ ადამიანებამდე დავიყვან. აქ სისტემა არის. აი სისტემა შეიქმნა. სისტემას უპაულობს ხოლმე ესეთ განტევების ვაცებს. ზარდიაშვილის სახით, რომელსაც დიდწილად როგორც ყვებიან, მე არ ვიცი ახლა რამდენად მჭიდრო კონტაქტები გქონდა მდინარაძესთან და აქვს. მდინარაძის დაქვეითების პირდაპირ პროპორციულია ზარდიაშვილის ბედი, როგორც და ქვეყნის ბედი რამ სიტუაციაშია დიანა ამ დროს ეს ვნახოთ. უყურეთ აქ საუბრობთ იმის დაქვემდებარებაში, იმის მეგობარი, იმის ბედი, ამის ბედი და ამ შემთხვევაში აი ეს ადამიანები საქართველოს ბედით თამაშობენ, ხო ამაზე არის საუბარი. ჩვენ ვიცოდით, ხო ღარიბაშვილი, მისი მეგობრები, მისი წარმომადგენლები, შეიცვალა შემდგომ ერთი აი ლილუაშვილი, მისი წარმომეგობრები, ამ შემთხვევაში ესენი ადამიანები ახლა ბრალდებულები არიან, ზოგი მჟავრდებულია, ის თავდაცვის მინისტრი და ასე შემდგომ. ახლა წავიდა სხვებზე საუბარი, მაგრამ ხალხს რა ხალხი რამე შეუქმნეს ისეთი რომ არ წავიდნენ უკან დაბრუნებაზე აღარ საუბრობ ჯერ ქვეყნიდან რო არ გაიქცეს ვის გაქცევა უნდა დაიცალა ეს ქვეყანა საერთოდ და რა ის ახლა ჩვენ თუ უყურებთ რომ ის იმის ბრალია ის იმის ამ შემთხვევაში დაქვემდებარებაში იყო ის იმის მაკაცია იმას თუ მოხსნიან ამას რაღაცა პრობლემები შეექმნება და საქართველოს ქვეყანას რა სისტემა მუშაობს ასე მოგიყვანა ერთი განტევების ვაცი
ასაუბრა საზოგადოება, მერე წავიდა მეორე განტევების ვაც, მერე მოვიდა მესამე განტევების ვაცი მოიყვანეს. ამ განტევების ვაცებს ესენი სულ იპოვიან. და ქვეყანას რა ემართება, ხო ხედავთ არა? კრიზისი ამას არ ქვია ხალხო. კრიზისი ამას რა არ ქვია. აი დიანა აგერ არის ხო მაგალითი 297 მილიონ ლარზე მეტი არის შესული ჯარიმებიდან და საურავებიდან ბოლო 6 თვეში თუ არ ვთქვი ზუსტად ესეთი მონაცემებია. ხო წარმოგიდგენიათ არა აქ რაც მუშაობს რეპრესიების, ჯარიმების, დადებისა და ამოღების მექანიზმი აქვს უმაღლეს დონეზე ამ შემთხვევაში დაწაფულები არიან ამასთან დაკავშირებით. თბილისის პარკირებისგან წარმოუდგენ პარკირების ჯარიმები, თბილისის პარკირების ჯარიმები გაზრდილია ბოლო 6 თვის განმავლობაში, ხო? წარმოუდგენლად დიდი არის. შაშა 6 თვის განმავლობაში რაც იყო, უფრო გაიზარდა თბილისის პარკირების ჯარიმები. ავტობუსებში, როდესაც აჯარიმებენ ხალხს, ხო? ბილეთთან დაკავშირებით და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იქაც გაზრდილია ბოლო 6 თვის განმავლობაში. რამე მითხარით, სადაც ჯარიმება და საზოგადოებაზე წნეხმა ბილეთი უნდა აიღო. უნდა გასაგებია საზოგადოებაზე წნეხმა რატო გაიზარდა მაშინ ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკობ. ეს ჯარიმები რატო გაიზარდა? რატო გაიზარდა? საქართველოს მოქალაქეები რატო გარბიან ქვეყნიდან? უყურეთ რა არის წნეხი ისევ და ისევ. ადამიანებზე, რომელსაც სამსახური არ აქვს, მოდის წნეხი. წნეხი ისე და ისე იმ ადამიანებზე მოდის, რომლებსაც საერთოდ სარჩო საბადებრის გამო ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავთ თვალი. თვითონ ელემენტარულად ხო კორუფციაში ხრჩვებიან და მათ უმრავლესობას კიდე ისეთი ხელფასები აქვთ, ხო? საქართველოს მოქალაქეებს ეს ვერც კი დაესიზმრება. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა მაქვს თქვენთან ბატონლევან. წინა სტუმარსაც ვკითხე, იმიტომ რომ თქვენი ორი პარტია არის ამ მხრივ გამორჩეული და კითხვებიც არის თქვენთან მიმართებაში. თქვენ საარჩევნო გზა, როგორც უპირატესი გზა ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ დანარჩენი პარტიები ფიქრობენ, როგორ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ეხლა დაიწყეს მაგიდის თუ საკონსულტაციო კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რომ მუშაობთ, ყველა პარტია გავაერთიანოთ, ვინც ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. არ მგონია, რომ გახარიასაც და ლელოსაც უნდოდეთ რუსულ სპეცოპერაციაში ჩართვაო. ანუ თქვენი პასუხი როგორი იქნება, ეს კოალიციის ერთ-ერთი წევრის კომენტარია, მაგრამ ალბათ იცით იყიფიანის ინიციატივა, ელენე ხოშტარიას გამოხმაურება და ასე შემდეგ. თქვენ რა სიტყვით თუ შეიქმნება რაღაც ასეთ ტიპის საკონსულტაციო თუ რაღაც ალაპარაკო სივრცე, სადაც ყველა პარტიამ უნდა ჩამოაყალიბოს როგორი ტიპის არჩევნებში მონაწილეობას დაუჭერენ მხარს. დიანა, რუსული სპეცოპერაცია ჩვენ ვნახეთ, როდესაც ნებით თუ უნებლიეთ ამასთან დაკავშირებით არ შევიდეთ სიღრმეებში, როდესაც ვნახეთ არჩევნებთან მიმართებაში ნიჰილიზმი და ჩვენ ვნახეთ, როდესაც ოპოზიციის დიდი ალბათობით გამარჯვებული თბილისი და ოპოზიციის კანდიდატის დიდი ალბათობით გამარჯვებული თბილისი გადაბარებული იქნა წარმატებით ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისათვის, როდესაც ლელომ კი შევიდა ბრძოლაში და უკან არ დაუხევია ბრძოლაზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, ხელისუფლება ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს არჩევნები და დარწმუნებული ვარ შეიცვლებათ არჩევნები. ახლა უყურეთ დიანა რა შეასაქმე. აი ეს საუბრები, რაღაცა რუსული სპეცოპერაცია, ეს ყველაფერი, ეს პირდაპირ ჭავლით ასხამს ხელისუფლების წისქვილზე ცხალს. და რატომ ასხამს ხელისუფლების წისქვილზე ცხალს გეტყვით. როდესაც ბრძოლის უმთავრესი პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა არსებობს და ეს არის არჩევნები და როდესაც არჩევნებზე არ ხდება საზოგადოების კონსოლიდირება, როდესაც დაახლოებით 80% დედაქალაქის მაცხოვრებლების და ამომრჩევლების წინააღმდეგია ქართული ოცნების, ეს იცის ხალხმა და მიუხედავად ამისა ბოიკოტში გადის, რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? ვინ არის პასუხისგებელი მათ არჩეულმა გზამ გაამართლა თუ არა? მოდი საზოგადოებას დავუსვათ კითხვა. და დღეს რა შედეგი მოიღო? თქვენ ჩართვას არ აპირებთ. პოდკასტებით, პირდაპირ გეტყვით, რაღაცა სატელევიზიო თუ სოციალური ქსელის საუბრებით, რაღაცების მოწოდება და რაღაცების ასე კენჭების სროლა, ეს არასერიოზულად მიგვაჩვენა. ახლა ჩვენ საუბარი, ზოგადად ვლაპარაკობთ, კონსულტაციები და რაღაცა საუბართან დაკავშირებით, ჩვენ არავისთან არ აქვს პრობლემა ზოგადად საუბართან დაკავშირებით, მაგრამ საუბარზე აქვს საუბარი, მაგ და კონსულტაციებს, მაგრამ ბრძოლასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ლელოს ძლიერ საქართველოს, ეს ბრძოლის ხაზი არჩეული აქვს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების ერთიანობის პირობებში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება არჩევნების გზის. ეს
გვანახა თუნდაც 2012 წელმა. კი ბატონო, არჩევნები 2012 წელს გემახსოვრებათ როგორი სიტუაცია. ყველაფერი მახსოვს. ხო, ყველა საზოგადოების მეც კარგად მახსოვს, ხო? რა ქვია, თეფშების და სატელიტური თეფშებთან დაკავშირებით, დაყადაღებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რა იყო? საზოგადოების ერთიანობა იყო, იქ არავის არ უთქვავს ბოიკოტი, არავის არ უთქვავს. უნგრეთი გვემახსოვრება, აგერ ნახოთ, ახლა უნგრეთის მაგალითი ხალხმა. უნგრეთში როგორი სიტუაცია იყო, უბრალოდ გადახედეთ, საარჩევნო სისტემა, ტელევიზია, ოპოზიციის ამ შემთხვევაში ხელფეხშეკრულობა რა დონეზე იყო აყვანილი, მაგრამ რა მოიგო? ერთიანობა მიქ არავის არ უთქვავს ბოიკოტიო. გამოვიდა ხალხი დაირაზმა. არჩევნებზე დაირაზმა, რიგები დადგა საარჩევნო ურნებთან, საარჩევნო იმასთან. ანუ რას ლაპარაკობ, დიანა? დაყალბებას აქვს თავისი ამ შემთხვევაში ზღვარი. რის შემდეგაც უბრალოდ საზოგადოების უმაღლესი აქტიურობის შემთხვევაში ვერანაირი ხელისუფალი ამას ხალხის ნებას ვერ გადატეხავდა. ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა ვიაქტიუროთ ყველა კანონიერი და კონსტიტუციური ფორმა და მეთოდი გამოვიყენოთ. მადლობა ლევან სამუშიას.